მილიარდერის ნაყიდი ლობისტები თუ ობიექტური დამკვირვებლები რესპუბლიკური პარტიის ამერიკელი წევრები საქართველოში არიან და ბიძინა ივანიშვილის ჩავარდნილის საარჩევნო კამპანიის გამოსწორებას ცდილობენ. ტერი ბეჰნამმა ღია დემოკრატიის კომიტეტის სახელით ისეუბრა, თუმცა საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას არც მილიარდერის რუსეთთან კავშირსა და არც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე უსაუბრია. რუსუდან ჯიქიამ შეახსენა ამერიკელ ლობისტებს ივანიშვილთან დაკავშირებული ყველა ის თემა, რომელიც დღეს პრესკონფერენციაზე ყურადღების მიღმა დარჩა. შესაკრებთა გადანაცვლებით არც ის შეცვლილა, ვინ ილაპარაკებდა და არც ის რას. თარჯიმას ის ტექსტი ეწერა, რომელსაც ტერი ბენანი ვერბალურად წარმოთქვამდა. სამი დღის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა სიები, სადაც აღმოჩენილია უზუსტობები და თვალსაჩინოებისთვის ფოტოებს წარმოგიდგენთ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამომრჩევლები აღნიშნულ მისამართზე არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი. პოლიტიკური კონსულტანტის პიარ ტყუილები მოკლე ფეხებით აღმოჩნდა. ჯავახიშვილის 13-ში შენობა ფუნქციონირებადია. თუმცა იყო სიმართლეც. დადიანის 22 ახლაც არიელია, ბარნოვის 84 კი მშენებარე. მაგრამ აქ მაცხოვრებლებს ამერიკელები ხმის უფლებას ვერ წაართმევენ. მაგალითად გოგებაშვილის 22, გოგებაშვილის 26 და შუაში 24-ის ადგილზე არის ორმო. იქ იყო სახლი. იქ ხალხი არის რეგისტრირებული იმ ყოფილ სახლში. დაენგრათ ეს სახლი და დღეს სადღაც ცხოვრობენ. ან ავიცი ნათესავთან, ბიძაშვილთან, დგმურათან ასე შემდეგ. და რა ვქნათ ჩვენ, რომ ადამიანები, რომლებსაც დაენგრათ სახლი და საცხოვრებელი არ აქვს, წავართოთ ხმის უფლება? ამომრჩეველთა სიაში ცხელი ხაზი ისევ არ ჩერდება. არ ჩერდება კაციტაძეც, რომელიც პირდაპირ ამბობს. ღია დემოკრატიის კომიტეტის ქართულმა პარტნიორმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ქართულმა ოცნებამ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში შემოიტანა 56,000 განცხადება. თუ გინდა რომ რაღაც პიარ საპნის ბუშტები გაბერო, ნუ მაშინ გაბეროს კი ბატონო და შესაბამისად ჩვენი რეაქციაც იქნება ადეკვატური. ღია დემოკრატიის კომიტეტის ვებსაიტზე შეუძლებელია მოიძიოს საიდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია. ქართული ოცნების პარტნიორებმა ისაუბრეს ბევრი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანზე პირში წყალი რომ დაიგუბეს, ამიტომ გახდა აუცილებელი შეგვეხსენებინა. You mentioned a footballer, popular footballer who was fined. პოპულარული ფეხბურთელი ახსენეთ, რომელიც მინდა გითხრათ, მისი 2 ავტოგოლის შემდეგ პოპულარული აღარ არის. თან ის, როგორც სპორტსმენი კი არა, როგორც პოლიტიკოსი დაჯარიმდა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, თუმცა არის საუბრეთ შევარდნაძის სახეებზე ქართულ ოცნებაში, ადამიანებზე, რომლებიც უშუქობისა და უგაზობის სიმბოლოა, ასევე უსაფრთხოების გრძნობის არქონის სიმბოლო. არის საუბრეთ ნინო ბურჯანაძისა და ივანიშვილის პარტნიორობაზე, ყველა მიცის, რომ ბურჯანაძე პუტინის პროექტია და მას ივანიშვილმა 2 დღის წინ ჩამოართვა ხელი და ივანიშვილის რუსული პროექტი გამოდის. ერთი წამით სიჩუმე თუ შეიძლება. კი მე ცოტა ნერვიულობ, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და თქვენ არ გესმით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეროვნულობა, ისტორია და თავისუფლება. მე არ მინდა ჩემი შვილი უკან წარსულში გავზარდო. თქვენ ივანიშვილის ფულით მოიქრთამეთ და მე როგორც ჟურნალისტი და ქართველი ვტოვებ თქვენს პრესკონფერენციას. ბიძინა რომ დროს ვერ იყიდის, ამიტომ ადევნებენ თვალს ყურადღებით არჩევნებამდე დარჩენილ დროს. მეოცნებები ლობისტების თემაზე საუბარს დღეს გაურბოდნენ. დიდი მადლობა. ფორინ პრესზე იყო, ჩვენი თარგმანი არ არის. ფორინ პრესზე რა უნდა დავიკითხო და მე თუმცა ფაქტია, რომ კარგად იხდიან, თორემ Times-ი არ იკადრებდა და ეწერა რეფორმები, რომ ნელა ხორციელდება. სააკაშვილის კამპანიის მონაწილენი შეშფოთებულები არიან, რომ ქართული ოცნება მათზე მეც დახარჯავს და თავის მხარეზე გადაიყვანს ამომრჩეველს, რომელსაც ხელში აქვს ამოსული 2003 წლიდან დაწყებული რეფორმების ნელი ტემპი. მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციამ ბატონი სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. მოკლედ, რაც იყიდება, ყველაფერი ნაყიდია. თუმცა ევროპარლამენტში 1-2 ნაყიდმა ივანიშვილს ვერ უშველა. არსებობს სამი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა მომავალი არჩევნების დროს საქართველოში დესტაბილიზაცია და უცხო ქვეყნის მხრიდან სისხლიანი ინტერვენცია გამოიწვიოს. გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ არ მოხდება გარეშე ძალის ჩარევა, რათა საქართველო ევროპული გზიდან გადაიყვანონ. ვერ უშველის ალბათ ვერც ნაყიდის სტატიები და ვერც პიარ კომპანიები. ღია დემოკრატიის კომიტეტის მიზნები, რომ დემოკრატია სცილდება, ალბათ ამიტომ